სამყარო რომ ფართოვდება ჩვენთვის ეს ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდანაა ცნობილი. 1908 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ჰენრიეტა ლივიტმა მიაგნო მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ცეფეიდების ტიპის ცვალებადი ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვალებადობის გაზომვა გახდა შესაძლებელი. დედამიწელი დამკვირვებლების თვალთახედვით ვარსკვლავების სიკაშკაშე დაკავშირებულია მანძილთან. ამიტომ ამ პარამეტრის შეუძლებელია ვარსკვლავის ჭეშმარიტი სიკაშკაშის განსაზღვრა. ცეფეიდების სიკაშკაშე რეგულარული ციკლის მიხედვით იკლებს და იმატებს. ლივიტმა დაამტკიცა, რომ კუთრი სიკაშკაშე ამ ციკლის ხანგრძლივობაზე იყო დამოკიდებული. ლივიტის კანონი, მეთოდი, რომელსაც დღეს ასე უწოდებენ, მეცნიერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ცეფეიდები, როგორც სტანდარტული კანდელები, ანუ როგორც ობიექტები, რომელთა კუთრი სიკაშკაშე ცნობილია და ამგვარად შესაძლებელია მანძილის დიდი სიზუსტით გაზომვა. როგორ მუშაობს კანონი? წარმოიდგინეთ, რომ ღამით ლამპიონებით განათებულ გრძელ გზაზე დგახართ. ჩავთვალოთ, რომ ყველა ლამპიონში ერთი და იგივე ტიპისა და სიმძლავრის ნათურაა. ადვილი შესამჩნევია, რომ განათების სიკაშკაშე თქვენგან დაშორების მანძილის მიხედვით თანდათან იკლებს. ამგვარად თქვენთან უახლოეს ლამპიონზე დამონტაჟებული ნათურა გაცილებით უფრო კაშკაშა გვეჩვენება, ვიდრე ის, რომელიც მოშორებით ბჟუტავს. მანძილის პროპორციულად განათების ინტენსივობის კლება ცნობილია როგორც შებრუნებული კვადრატის წესი სინახლისთვის. ამგვარად შეგიძლიათ გაზომოთ თითოეული ნათურის სიკაშკაშე თქვენი თვალისთვის და ვინაიდან თქვენთვის ცნობილია უახლოესი ნათურის ჭეშმარიტი სიკაშკაშეც, შებრუნებული კვადრატის წესის გამოყენებით შეგიძლიათ ლამპიონებს შორის და თქვენსა და თითოეულ ლამპიონს შორის მანძილიც განსაზღვროთ. ამგვარად ლიზირებული გამოსახულებები ერთი და იგივე სუპერნოვას გვიჩვენებს, რომელიც მხოლოდ ერთხელ აფეთქდა, თუმცა თითოეულმა გამოსახულებამ სხვადასხვა გზა გამოიარა ჰაბლის ოპტიკურ სისტემამდე მისაღწევად. 1990 წელს სუპერნოვას პირველი გამოჩენიდან, როდესაც მან აფეთქება დაიწყო და ვიდრე 2016 წლის ჩათვლით ეს გამოსახულებები ნელ-ნელა ჩნდებოდა. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ გამოჩენის პერიოდულობისა და სიკაშკაშის მატების მიხედვით მეცნიერებმა ობიექტამდე მანძილი და სამყაროს ზომის სხვა პარამეტრები განსაზღვრეს, მათ შორის სამყაროს გაფართოების სიჩქარეც. ამისთვის ისინი აპირებენ, რომ ჩილეში ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიაში მომუშავე ტელესკოპები და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენონ. და როგორც ყოველთვის ხდება მეცნიერებაში, გადამჭრით თუ არა ერთ საკითხს, უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება. თუმცა სწორედ ეს არის სამყაროს უსასრულობის მიმართ უსასრულო ინტერესი. სხვა შემთხვევაში ხომ თავს ამოვწურავთ. წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს ყველა საიდუმლო ვიცით. მაშინ რა მიზანი უნდა გქონდეს არსებობისთვის? არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერია, ან ახლა აღმოაჩინე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube